ვუხდეთ. იმედის დილა გრძელდება ეროვნულ არქივში დაცულია უნიკალური ზღაპრების აუდიო ჩანაწერები და მათგან 90 ზღაპრის აუდიო ვერსია განთავსდა ინტერნეტში. ეროვნული არქივის კინო, ფოტო, ფონო არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. დილამშვიდობისა ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ამ ძალიან საინტერესო საკითხზე მოგვიწევს ახლა საუბარი. რა გამოქვეყნდა ბავშვების ბიბლიოთეკაში ამ პროექტის პარალელში? მოგახსენებთ, ეს ჩანაწერები, რაც არის განთავსებული უკვე ინტერნეტ სივრცეში, ეს არის ეროვნულ არქივში დაცული აუდიო ჩანაწერები, რომელიც იწერებოდა გასულ საუკუნეში, ეს არის საუბარი 60-70-იან წლებში. იყო ასეთი მიმართულება მაშინ, რომ მსახიობები, ქართველი მსახიობები, ცნობილი მსახიობები, მინდა გითხრათ, ეროსი მაჯგალაძე, მედია ჩახავა, გიორგი გეგეჭკორი და მრავალი სხვა, სტუდია მელოდიაში არსებობდა ასეთი ხმისჩამწერი სტუდია ცენტრალური, სადაც წერდნენ აუდიო ვერსიებს ზღაპრების. შემდეგ ეს გამოდიოდა ფირფიტების სახით და ვრცელდებოდა და ბევრს ჰქონდა სხვათა შორის ოჯახში ეს. კი, მე მაგალითად მახსოვს ბავშვები. მოდე ჩვენთან საბედნიეროდ არქივში არის დაცული ეს როგორ ვთქვათ, ორიგინალი ჩანაწერებიც, ესე იგი. როგორ ინახებოდა ეს ორიგინალები წლების მანძილზე? შემდგომ საცავები სპეციალური არის იქ ნორმები, ტემპერატურის რეჟიმი, ვენტილაცია და ყველა პირობა რომ ეს ჩანაწერი შეინახოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სხვა საარქივო მასალებთან შედარებით, მაგალითად ქაღალდის ფუძესთან და შემდეგ ფირები უფრო ნაკლებ დროს ინახება, ასე ვთქვათ, რომ რაღაც 40-50 წლის შემდეგ უკვე იწყებს დაშლას, განადგურებას, აი ყველა გადაწერა ალბათ. აუცილებელი ამის განახლება სულ, ესე იგი, რაც მოიცავს ამის გადაწერას. ადრე წლების წინ, როცა არ იყო ციფრული ტექნოლოგიები, ხდებოდა ფირიდან ფირზე ასლის გაკეთება, ვთქვათ, ძველი ფირიდან ახალ ფირზე, რომ ვთქვათ, ცოტა კიდე გახანგრძლივებოდა. ყველაზე ძველი ფირი რამდენი წლის არის? ჩვენთან არის 1900-იანი წლების დასაწყისის ჩანაწერები, მაგრამ მაგ პერიოდის არის ფირფიტები. ფირფიტები. მაშინ ცოტა სხვანაირი ფორმის ფირფიტები იყო. კი, მსხვერპლად დიახ. და რომელიც იხეხებოდა საუბედურად. მაშინ ეს გრამოფონს მძიმენემსი ჰქონდა და მაგრამ ეს ამ შემთხვევაში აქვს სხვა შემთხვევა. ეს საკმაოდ კარგად შემონახული ჩანაწერებია, ეს ზღაპრები, როგორც ფირები, ასევე ფირფიტები. და შესაბამისად ჩვენ დავგეგმეთ ეს პროექტი და განვახორციელეთ, ესე იგი რამდენიმე ეტაპად დაიყო. გადავწერეთ, გავაციფრულეთ. და შემდეგ უკვე მივეცით ესეთი ინტერნეტ პროექტის ფორმა. არის ესეთი SoundCloud-ი, ალბათ გაგიგონიათ ყველას. იქ გვაქვს ბაზა მთავარი და შემდეგ იქიდან მოდის უკვე ცალკე Facebook-ის გვერდიც აქვს ამ პროექტს. ჩვენ ეროვნული არქივის ოფიციალური გვერდზეც არის პროექტების განყოფილებაში, ასე რომ ძალიან ადვილი მოსაძებნია ეს ყველაფერი. ბატონ გიორგი, ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს, რომ პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ, თუ როგორი ხმით მოგეცემა იმის საშუალება, რომ უკვე ინტერნეტ საშუალებით მოусმინო პატარებმა და არა მხოლოდ მათ, სწორედ ეს აუდიო ფირფიტი. ბატონი მსახურს შეეხება, ჩემს ცოლს ნურაფერს ეტყვიო. მსახურსაც მანამ ედგა ენაზე კბილი, სანამ ქალბატონს შეხვდებოდა. შეხვდა თუ არა, ყველაფერი გადმოუკადნა. ბევრი აცინდა ქალბატონი ქმრის უხეირობა. ბატონი ახლა ცოლს შეეხვეწა, მღვდელს ნურაფერს ეტყვიო. იმის გულისას ნუ გამხდიო. მაგრამ ცოლმა მაინც გასცა ქმარი და მღვდელი გულია. ეს ქალბატონი მედია ჩახავას ხმა იყო, როგორც მივხვდი. ბატონ გიორგი, ეს იყო ჩვენი ყველა პატარების დილისპირული, მე ასე მახსოვს, 9 საათზე იწყებოდა, რადიო საშუალებით ჰქონდა იმის საშუალება, რომ მოგვესმინა. ბატონ გიორგი, 90 ინტერნეტში დაიდება 90 ეს აუდიო ვერსია, ხო? კიდევ დაემატება ამ პროექტს თუ ამ ეტაპზე დასრულებული არის ეს? ეს 90 ჩანაწერი, ეს არის 42 ჩანაწერია ქართული, 53 და დანარჩენები უცხოური ზღაპრები, 6 ქვეყნის ზღაპარია. იაპონური, ინდონეზიური, პოლონური და კიდევ 3 ქვეყნის ზღაპარია, რომელიც არის ამ ეტაპზე განთავსებული, უმეტესობა რა თქმა უნდა ქართულია, მაგრამ ეს ის ბაზა არის, რაც გაგვაჩნდა ჩვენ ეროვნულ არქივში. ამით ასე ვთქვათ, ჩვენი ზღაპრების აუდიო ჩანაწერები ამოიწურა, შესაბამისად რაღაცა ეტაპი ამ პროექტის არის დასრულებული. თუ სამომავლოდ რაღაცა განვითარება და გაგრძელება ექნება, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს ახალი ჩანაწერების გაკეთება დღეს ჩვენ სტუდიაში, ეროვნულ არქივის სტუდიაში, უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი სტუდია გვაქვს, ხმის ჩამწერი და უკვე წლებია ჩვენ წერთ წერლებს, საზოგადო მოღვაწეებს და შეიძლება აი ამ კუთხით განვითარდეს ეს პროექტი.
გარდა ამისა, ზღაპარს დაემატოს უკვე ახლა გახმოვანებული. ახლა შეიძლება საავტორო ზღაპრებით თუ ჩვენ ეს ინიციატივა გავაჟღერეთ, რომ ვიწვევთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი და ჩაწერონ თავისი ხმა დაუტოვონ შთამომავლობას. ეს არის ამ სტუდიის და გამოხმაურება როგორი აქვს? საკმაოდ ნორმალური ახლა რო გითხრათ რომ თქვა ყოველდღე ხდება ეს ჩანაწერები, ეგრე არ არის, მაგრამ სტატისტიკა საკმაოდ ისეთი დადებითი გვაქვს და მიდის ეს საქმიანობა. ამ 90-ელში რომელი ქართული ცნობილი ზღაპრები შევიდა? რა ვიცი, უამრავი. კომბლე, ნაცარქექია, გვრიტი, რაც ვიცით უყალად ხე ჩვენი ბავშვობიდან თითქმის არის ისეთები, რომელიც ნაკლებად ცნობილია, ასე ვთქვათ. უცხოურები ბევრია, დაახლოებით 45 ჩანაწერია უცხოური ზღაპრებით და იქ ალბათ ძირითადად უცნობია ხა ქართველი ბავშვისთვის შეიძლება ვისაც არ აქვს საკითხული, მაინც კონკრეტული ინტერესი არ აქვს. საკმაოდ საინტერესოა და მინდა გითხრათ კიდე რომ გარდა ამ ზღაპრებისა, რომელიც არის იქვე ნახავთ, თქვენ პროექტი არის აუდიო წიგნების. აქ ასეთივე ჩანაწერები გქონდა ჩვენ ოღონდ არა ზღაპრები, არამედ ლიტერატურული ნაწარმოებები. აკაკი, ვაჟა, ილია და ყველაფერი ეს ასევე გავაკეთეთ მეორე პროექტი. იქვე ნახავთ ჩვენ ოფიციალურ გვერდზეც, Facebook-შეც, რომ არსებობს აუდიო წიგნები და შეგიძლიათ მოისმინოთ კაცი ადამიანი და სხვადასხვა კლასიკური ქართული ლიტერატურის ნაწარმოები, რომელიც ასევე დაახლოებით სადღაც 40 ჩანაწერია. ასე სერიოზული დიდი პროექტი გამოვიდა და მე მინდა რომ აქედანაც მადლობა გადავხდები ხალხს, რომელიც მუშაობდა, რა თქმა უნდა, ერთი ორი კაცი არ მუშაობდით ამ პროექტზე. პროცესია. საკმაოდ ასე ეს არის ტექნიკური პროცესის შემდეგ ეს ყველაფრის რაღაცა დამუშავება და რა თქმა უნდა შემდეგ ამის გავრცელება და ყველა ტექნიკური და საარქივო და პიარი ყველა ასე ვთქვათ ერთად მუშაობდი და მე ვთვლი რომ საკმაოდ ისეთი კარგი ხარისხის და სოლიდური პროექტი გამოვიდა. ბუნებრივია, ასე რომ ჯერი ახლა უკვე მსმენელზეა, ასე რომ ურჩიოთ სწორედ მათ პატარებო და არა მხოლოდ პატარებო. მამონათებული არის ალბათ უკვე ჩვენს ტელეეკრანზე, ინტერნეტ გვერდის მისამართი, სადაც შეგიძლიათ შებრძანდეთ და მოისმინოთ ეს უნიკალური ზღაპრები და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროექტი გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა და 90 ზღაპარს არაერთი კიდევ სხვა ცნობილი ზღაპრები და არა მხოლოდ ქართული ზღაპრები დაემატოს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუდიაში მოგზაურობისთვის, წარმატებებს გისურვებთ.